მოგესალმებით პატივცემულო რადიო მსმენელებო, მივესალმებით ჩემს ტელემაყურებლებს. დღეს ხუთშაბათია და ვიწყებთ 9 იანვარია და ვიწყებთ ჩემს ავტორო გადაცემას განათლების რეფორმის კვალდაკვალ. იმის მაგივრად, რომ მოლოცვით დავიწყოთ და ამ წინვალე დღესასწაულის დღეებში, ასე ვთქვათ, მივესალმოთ ერთმანეთს გახარებულები. დღეს ჩვენს ქვეყანაში არის გლოვის დღე გამოცხადებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და დღეს გლოვა ჩვენს ქვეყანაში და ეს ტრაგედია გამოიხატება იმაში, რომ 5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა იმ ხანძარს და ტელეკომპანია ობიექტივი და ჩვენი გადაცემა, ჩემის ავტორო გადაცემა და ჩვენი კოლექტივი ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და საერთოდ სრულიად საქართველოს. რამდენიმე დღიანი შესვენება გვქონდა, ცხოვრება გრძელდება, ცხოვრება დინამიურია და ახლა კი მინდა მოგილოცოთ შობა ახალი წელი, შობის ბრწყინვალე დღესასწაული და მინდა გისურვოთ სრულიად საქართველოს, ჩემ მსმენელებს და ტელემაყურებლებს ღვთის შეწევნა, შობის მადლი და ძალა გფარავდეთ თქვენს ოჯახებს და მრავალ ბედნიერ შობას დასწრებოდეთ. დავიწყოთ კი სამგლოვია რო ის არის, მაგრამ მაინც სასიხარულო, ასე ვთქვათ, ნოტაზე მინდა დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა. გთხოვთ გაუშვათ ბავშვების ფირი. დიახ, აი ეს არის ძალიან სასიხარულო, ჩვენი პატარა საყვარელი ბავშვები, ესენი არიან ქუთაისის ალილოდან არის ეს კადრები აღებული და ჩვენი პატარა ქუთაისელი მოსწავლეები გვილოცავენ ქუთაისლებს და სრულიად საქართველოს. ეს არის პატრიარქის მიერ აღდგენილი 25 წლის წინ აღდგენილი ეს ალილოს დღესასწაული. ასევე საქართველოს პატრიარქსაც მინდა მიულოცო იმის შემდეგ გამყოფილვარ ეთერში მისი, ასე ვთქვათ, დაბადების დღე და ვუსურვო დღეგრძელობა და ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ჩვენი ეკლესიისა და ჩვენი სახელმწიფოს საკეთილდღეოდ და გასაძლიერებლად. რა ხდება აი არ მინდოდა ამ სადღესასწაულო დღეებში ბევრი ვიფიქრე, რომ მაინც მინდოდა აი ასეთ რაღაც სასიხარულო და დღესასწაულებს რომ შეეფერება, ისეთ თემაზე ვქონოდა გადაცემა დღეს, მაგრამ ჩემს, ასე ვთქვათ, გაოცებას საზღვარი არ აქვს, როდესაც მე ვიხილე ის ცნობა მქონდა, რომ და ყველას რა ვიცი, თელმა საქართველოს მიცის, რომ აი ეს ქუჩაში გამოსული ეს სტუდენტთა გაფიცვები, რომელშიც უხვად არიან ჩართული მოსწავლეები, სკოლები და ის არაერთი გადაცემა გავაკეთე მე ახალ წლებამდე, 3-4 გადაცემა მქონდა ზედიზედ გადაცემათა ციკლი ამ გაფიცვების შესახებ და მოუწოდე განათლების სამინისტროს, ასევე შესაბამის კომიტეტს, საერთოდ სრულშემადგენლობას პარლამენტისაც, მაგრამ ისინი ისევ დამალულები არიან, ისევ ხმას არ იღებენ და შედეგმაც არ დააყოვნა. ზაფხულის სეზონს სანამ დავხურავდით, მაშინ ჩვენ
ცნობილი ჟურნალისტი ბატონი დიტო ჩუბინიძე მყავდა მოწვეული, ხუბუას ასე ვთქვათ დანიშნა და ასე ვთქვათ არჩევა დანიშნა, ეს იყო გამოუგნებელი რამ მოტრიალება საუნივერსიტეტო სივრცეში. ახლა მე მინდა შევეხო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკითხს. რა თქმა უნდა, ეს სტუდენტები გამოსულები არიან გარეთ და ასე ვთქვათ აპროტესტებენ, მაგრამ მათმა პროტესტმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა და მოდით ჩვენ ჯგუფს მიმართავ აჩვენეთ აი ეს სურათები, კადრში ჩანს ბატონ ბიძინა ივანიშვილის ფულით დაფინანსებული 1 მილიარდზე მეტი ინვესტიცია აქვს უკვე ჩადებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსი და მის წინ გაშლილი დიდი ბანერი. ესენი არიან ერთ-ერთ პროსპექტზე, ახალგაზრდობის პროსპექტზე მომავალი ქუთაისზეა საუბარი სტუდენტების, აი იმ სტუდენტების, რომლებიც არიან ბიძინა ივანიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტები და აი ახლა ნახეთ კარგად ვაჩვენოთ, აი ეს არის ბატონი ბიძინას სახელი გადახაზული და ქვემოთ წერია ბანერზე ჩვენი უნივერსიტეტი და უჭირავს ხელში სტუდენტს, რომელიც არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი. მე არ ვიცი როგორ უნდა შეაფასო ასეთი ფაქტი და თუ შეიძლება აი ყოფილი დეპუტატი ბატონი ომარ ნიშნიანიძის ციტატა მინდა წაგიკითხოთ. ახალგაზრდობის პროსპექტზე ამ უნივერსიტეტიდან მომავალი სტუდენტთა გაფიცული კოლონა რომ დავინახე არაკორექტულობა გავაათმაგე და ვთქვიო მეტი გეკუთვნითო. ანუ ეს საუბრობს ხელისუფლებასთან მიმართებაში. და აი, ნუ არ ვიცი, შეხედეთ სურათს და რა ვიცი, კიდევ გავიმეორებ, ეს უნივერსიტეტი არის ბიძინა ივანიშვილის აშენებული. დამშვენებული უზარმაზარი ინვესტიცია ჩადო და კიდევ გრძელდება ამ უნივერსიტეტის მშენებლობა, დიდი სამეცნიერო ცენტრის მშენებლობა და ყველაფერი კეთდება და რაც არის გაკეთებული მსოფლიო და ევროსტანდარტების დონეზეა გაკეთებული. ეს არის კიდევ ვიმეორებ ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მისი მეუღლის ერთობლივი პროექტი და გაგრძელდება ბოლომდე. ასეა მათი, ასე ვთქვათ, ამოცანა დასახული და მიზანი პრაქტიკულად მიღწეულია. მაგრამ რას ვხედავთ ჩვენ? ესე იგი, ამ უნივერსიტეტის დამაარსებელი და მზრუნველი ბიძინა გადახაზულია და წერია ჩვენი უნივერსიტეტი. ეხლა მე მინდა ვკითხო უპირველეს ყოვლისა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს. ვისია ეს უნივერსიტეტი? ხუბუამ უზრუნველყოს სხვადასხვა ღონისძიებების გატარება, სანამ იქედან მოაცილებთ ამ უნიჭო ხუბუას და არაფრის გამკეთებელ ხუბუას და სამინისტროს, რომელიც აი აქამდე მიიყვანა ჩვენმა სამინისტრომ ეს მდგომარეობა და შეკრიბოს სააქტო დარბაზები ბევრია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და კითხონ ამ სტუდენტებს ჩაატარონ გამოკითხვა არაჩუმი, არამედ დასვან ეს სტუდენტები გამოვიდნენ და თქვან ვისია ეს უნივერსიტეტი. ეხლა სახელმწიფოს გადასცა ვიღაცები აკეთებდნენ აქცენტს, მაგრამ თვითონ ხომ აფინანსებს, თვითონ ხომ დააფინანსა და კვლავ აგრძელებს დაფინანსებას და ამ პროექტის მრავალ
მილიონიანი, ათეულ, ასეულ, მილიარდიანი პროგრამის და პროექტის განხორციელებას ბოლომდე. და ამას რა ქვია, ეს განათლების სისტემაა? განათლების სისტემა, უნივერსიტეტი, საგანმანათლებლო დაწესებულება თავის თავში აერთიანებს არა მარტო სასწავლო კომპონენტს, არამედ საღზრდელო კომპონენტსაც. ანუ საგანმანათლებლო საღზრდელო დაწესებულება, ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულება. სად ხართ? ან ხელისუფლება, ან უნივერსიტეტის თანამშრომლები, ვინ შეყარეთ იქ? ვინ? რა ელაპარაკნენ ამ ბავშვებს ამ 4 წლის მანძილზე? მე-5 წელია, რაც უნივერსიტეტი გაიხსნა, რა ჩაუნერგეთ? თუ ისიც არ უთხარით, რომ ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულია ეს უნივერსიტეტი. და თუ უთხარით, გაასაჯეროვეთ ამ გოგონას გვარი და სახელი. დავინტერესდები. ეს დღეს გამოქვეყნდა, როცა ვამზადებდი გადაცემას. და გამოვიდეს ეს გოგონა და თქვა ძალიან მაინტერესებს. ასეთი გაბედულობა, ასეთი ურცხვი. მე გეკითხებით თქვენ, ვინ დაგაჭერინათ ხელში? აი ეგ და ვინ გაიძულათ? ვინ გეუბნებათ მასეთ რაღაცებს? როგორ უნდა დაიჭირო ესეთი რამე ხელში? რამდენად უსამართლო უნდა იყო? რამდენად სიცრუეში უნდა ცხოვრობდე? სინდისი გააქვთ? ვეკითხები? არა იმ გოგონას, საერთოდ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველ რიგში პროფესორ მასწავლებლობას. როგორ ამ ბავშვმა რო ეს დაიჭირა ხელში, სად იყავით თქვენ? დახოცილები იყავით? ვერავინ ვერ მოკრა თვალი? სად შეიკრიბებოდნენ ესენი? უნივერსიტეტის ეზოში არ შეიკრიბებოდნენ? უნივერსიტეტის ეზოებში იყრიბებიან და ისე მოდიან მერე სხვადასხვა პროსპექტების გავლით და ქუჩების გავლით, ეს იქნება ქუთაისი, ეს იქნება ბათუმი, ეს იქნება თბილისი თუ სხვადასხვა ქალაქები. რა გააკეთეთ ეს რომ დაინახეთ? მე ვეკითხები ეხა პროფესორ მასწავლებლებს. სარგებლობთ იმით, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის დიდსულოვანი ადამიანი. დარწმუნებული ვარ, ახლა რომ კითხოთ კი არა, აი გააკეთა გადასცა სახელმწიფოს. მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს ხალხო, რომ ეს უნივერსიტეტი მისი არ არის. მისი რა გაგებით თვითონ აფინანსებს, თვითონ აკეთებს ყველაფერს. რა ჩაუნერგეთ ამ ბავშვებს? ვეკითხები ეხა უნივერსიტეტის სრულ კოლექტივს. რომ უნივერსიტეტის აღმშენებელი კაცი, დამამშვენებელი, დამფინანსებელი, თქვენი ყველასი, როგორც პროფესორ მასწავლებლის, ისე სტუდენტის, მე ნანახი და დათვალიერებული მაქვს ის საცხოვრებელი პირობები და ყველაფერი, სამუშაო, სასწავლო და ყველანაირი პირობები. ძალიან კარგ პირობებში რომ გაცხოვრებთ და გამუშავებთ მაგ, ეს უნდა დაუწეროთ? უნდა ლანძღოთ, უნდა აგინოთ თქვენმა აღზრდილებმა. როგორც მთელი განათლების სისტემა, მაგაც ნაცებით იქნება ყველაფერი გამოჭედილი. და ბოლოს ეგ მოიფიქრეთ, ხო? რომ სახელი გადახაზეთ. და ეს ლოზუნგი დააჭერინეთ ხელში სტუდენტებს. და აი ეს შეურაცხმყოფელი რუსი ძახილი და ეს უნდა უძახოთ იმას რა ქვია თქვენი უნივერსიტეტის გამხსნელს და დამფინანსებელს და დამფუძნებელს.
შეურაცხყოფილად რომ ეძახით ამას? გადაახაზინეთ ბავშვებს. არ ვიცი ამაზე რა უნდა თქვა. ეს არის ბოროტების, არაადამიანობის, უსინდისობის, უმადურობის, ამპარტავნების, ეგოიზმის, შურის, ყველაფრის ზეიმი, აღზევება და განათლების სისტემისთვის ეს არის კატასტროფა. ჩვენ უკვე უფსკრულში ვართ. და მე მაინც კიდევ მიუბრუნდები იმას, რომ რატომ დაინიშნა ხუბუა. არ მითხრას ახლა ვინმემ, რომ აი რა გააკეთოს რექტორმა, რექტორები არიან უძლურები, განათლების სამინისტრო დამალულია, პარლამენტარები დამალულები არიან, ყველა. ამაზე მე არაერთ გადაცემაში ვისაუბრე. ამ დროს ყველა შეუძლია ყველაფერი და იქ რომ იყოს ერთგული რექტორი ბატონო ბიძინა, იქ რომ იყოს ავტორიტეტული რექტორი ბატონო ბიძინა, ეს არ მოხდებოდა. ეს არ მოხდებოდა. ვერანაირი თქვენი თავდაბლობა ვერ იხსნის ამ კატასტროფულ სიტუაციას, ბატონო ბიძინა. ეს არის უკვე უფსკრული. აი უფსკრულში ვართ. ეს არ არის მარტო თქვენი სახელის გადახაზვა. ესენი ყველა ავტორიტეტს გადახაზავენ და გადახაზულიც აქვთ. აი სულ ვამბობდი, რომ აი ძალიან ძიმედაა სიტუაცია განათლების სისტემაში, ძალიან, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი. მეც კი ვერ წარმოვიდგენდი პულზე რო ხელი მიდევს ამდენი წლებია, თუ ასეთი რაღაცის გაკეთება შეიძლებოდა და თუ ამ დონეზე იყო განათლების სისტემა. ამაზე უარესი არაფერი შეიძლება მოხდეს. ამ ახალგაზრდებმა, ამ სამინისტროს ხელმძღვანელობით და ამ რექტორის და იმის ყველაფერი გადახაზეს. სიკეთე, სიყვარული, ჰუმანურობა, პატიოსნება, ობიექტურობა, სამართლიანობა, მოყვასი სიყვარული, მეგობრობა, უფროს უმცროსობა, ზრდილობა, ყველაფერი გადახაზულია. ამ ქვეყნიური ყველა სიკეთე, ყველა სტანდარტი, ყველაფერი გადახაზულია. ბატონო ბიძინა, ეს არ არის მარტო თქვენი სახელის გადახაზვა. მე არ ვიცი, რა სინდისის მატარებელი უნდა იყოს ადამიანი და ადამიანები, რომ ასეთი რამ გააკეთონ. არანაირი გამართლება არ აქვს. სახელმწიფო უნივერსიტეტი რო ყოფილიყო, იქაც და არსად, მაგრამ კერძო უნივერსიტეტია, კერძო. ამ ადამიანის ფულითაა ხალხნო გაკეთებული
ყველაფერი და რაც კეთდება და რას აკეთებთ საითკენ მიმართეთ ეს ახალგაზრდობა ეს იმიტომ მოხდა, რომ პროცესები მიშვებულია, ბატონო ბიძინა. დავიღალე ერთი და იგივეს გამეორებით, მაგრამ ყველა დამალულია. დაიმალეთ. მაგრამ როდემდე უნდა დაიმალოთ, ვეკითხები ხელისუფლების იმ შტოებს, ვინც აი ამ ყველაფერზე აგებს პასუხს. ერთადერთი რაც არის აქედან ძალიან მოკლედ და კონკრეტულად თუ გამოვიტანთ და შევაჯამებთ და გამოვიტანთ დასკვნას გადაგვარდა განათლების სისტემა და გადაგვარდა ახალგაზრდობა აი ამ პროცესებით ასეთი პროცესებით, მაგრამ ეს არის გვირგვინი. ამაზე უარეს, ვერაფერს ვერ გააკეთებენ. მწხვენია, ვიღაცებს რომ გაუზიარო, ვინც არ იცის, რა პირით იგინებიან ქართველი გოგონები, სტუდენტები. ჰიმნი შექმნეს ქართული ოცნების წინააღმდეგ და იგინებიან. ტოტალიტარულ სახელმწიფოს ვებრძოდით. ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა რომ დაიწყო 90-იან წლებში. მართლა რუსეთის იმპერიას ვებრძოდით და იქ საერთოდ გინება კი არა, ერთი ცენზურო სიტყვა არ ყოფილა. რა გჭირთ ხალხნო? მე მივმართავ ახლა ახალგაზრდობას. მივმართავ ოჯახებს. მოუარეთ თქვენ შვილებს. მე მესმის რომ უმეტესობა წასულები ხართ. ჩამოდით საქართველოში. იმიტომ რომ ხომ დაინახეთ ეხლა რომ თქვენი შვილები რა დღეში არიან. სახე დაკარგულებია უმეტესობა. ასეთი პროტესტი ვის რათ უნდა? თუ ჩვენი ეროვნული ტრადიციები ჩვენი ერის განსაკუთრებული ზრდილობა, უფროს უმცროსობის ინსტიტუტი, ურთიერთპატივისცემა, ერთობა, სიკეთე, სიყვარული, რითაც გამოვირჩევით ჩვენ ყველასგან, იმდენი სითბოს და სიყვარულის მუხტის მატარებელი ერია საერთოდ ეს თუ გამოგვეცლება ყველაფერი, თქვენ რას უზიხართ მაგ? რად გინდათ ის ფული? უმეტესად ბინების შეძენა და ისმითით, რად გინდათ თუ საერთოდ შვილები დაკარგეთ? არ ვიცი მე, არ ვიცი. ქართულო ოცნება. თქვენი ბრძოლა სუვერენიტეტისათვის და მშვიდობისათვის ფასდაუდებელია. მაგრამ მაინც უნდა დავიწყოთ თქვენი კრიტიკა. ისევ სტუდენტების აქცია, ოღონდ ახლა არა ქუთაისში, არამედ რუსთაველის პროსპექტზე. 42 დღეს რუსთაველზე, ანუ
2 დღის წინ სასამართლო მოუწყვეს ქართულ ოცნებას სტუდენტთა ჯგუფმა ვინ არიან ეს სტუდენტები? ილიაუნის უნივერსიტეტის სტუდენტები მოვიდნენ და მოიტანეს 41 ბანერი და გამოფინეს პარლამენტის წინ. ეს 41 ბანერზე იყო 41 ბრალდება სიმბოლურად ხვდებით ალბათ თქვენი პარტიული ნომრის 41 ბრალდება წამოგიყენათ თქვენ ილიაუნის სტუდენტთა ჯგუფმა და მოაწყეს გასამართლება ხელისუფლების. კარგი, ჩაატარეს ეს მინი აქცია. ახლა მე ვეკითხები ხელისუფლებას. როდემდე უნდა ვუყუროთ ჩვენ ამ აქციებს? კონკრეტულად, როდემდე უნდა იარონ ამ სტუდენტებმა აღმა-დაღმა? როდემდე უნდა ვისმინოთ ჩვენ ქუჩიდან პროფესორ მასწავლებლების ინტერვიუები, რომელიც მოცემულ მომენტში ძირს უთხრის ჩვენს ქვეყანას, ძირს უთხრის კონსტიტუციურ წყობას და ეს ყველაფერი მე არაფერს არ ვიტყვი ახალს მიმართულია ხელისუფლების დამხობისაკენ. როდემდე არ უნდა მოეთხოვოს პასუხი ამ პროფესორ მასწავლებლებს. განსაკუთრებით აქტიურობენ ილიაუნის უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლები და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლები. როდემდე კიდევ სვამ ასეთ კითხვას. შემდეგ ამ დღეებში ესეც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ილიაუნის რექტორის ცნობა, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ ხელისუფლებასთან ბრძოლაში, აცხადებენ, რომ ავტორიზაციის საბჭოს უკან გადასცა საპრეტენზიო კომისიამ, უკან დაუბრუნა და ხელახლა განიხილეთ და ხელახლა გამოიტანეთ დაწერეთ დასკვნაო. ამ ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარე არის კახა შენგელია, კავკასიის ბიზნეს სკოლის, ასე ვთქვათ, პრეზიდენტი. ადრე რექტორი იყო, მფლობელი. ახლა მე ვეკითხები ხელისუფლებას. რატომ გყავთ კახა შენგელია ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნული? თქვენ არიცით ვინ არის კახა შენგელია? სააკაშვილის მარჯვენა ხელი. სააკაშვილი ჯერ კიდევ საკრებულოს თავმჯდომარე რომ იყო, იქ მოიყვანა კახა შენგელია ქალაქ თბილისის მთავრობაში ვიცე-პრემიერად სოციალურ საკითხებში. მე იქ მუშაობდი. რამდენიმე თვით ადრე მე ვადა ამომეწურა, ვიყავი კომისიის თავმჯდომარე სოციალურ საკითხებზე და ძალიან კარგად ვიცი ეს რა თანამდებობა იყო ვიცე-პრემიერი სოციალურ საკითხებში და რამდენად დაახლოებული ადამიანი უნდა ყოფილიყო, რომ იმ თანამდებობაზე საქართველოს თბილისის მთავრობაში დაენიშნა და სოციალური სფეროს, ესე იგი თბილისის ბიუჯეტის 75%-ს აკონტროლებდით ჩვენ, ანუ სოციალურ საკითხთა კომისია და ვიცე-პრემიერი სოციალურ საკითხებში. შემდეგ სააკაშვილი წავიდა პრეზიდენტად, წაიყვანა შენგელია საქართველოს პარლამენტის დეპუტატად. დეპუტატიც იყო ერთი მოწვევა, მაშინვე მე მგონი არ წაუყვანია, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი თანამდებობა იყო, ხო? და იყო დეპუტატი.
და როდესაც მთელ განათლების სისტემას ასე ვთქვა არაოფიციალურად კურირებდა პრეზიდენტის დედა ქალბატონი გიული ალასანია კახა შენგელია და ბენტუკიძე იყვნენ მარჯვენა ხელი როგორც შევარდნათ მის სააკაშვილის ისე გიული ალასანიას და ასეთი კაცი მოგყავთ თქვენ თუ რექტორი უნდა იყოს მაინდა-მაინც ჯერ ერთი რატო უნდა იყოს რექტორი მე მაინც არ მესმის თან კერძო უნივერსიტეტის რექტორი რატომ უნდა იყოს უნივერსიტეტების ანუ უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარე ეს ხო თავშივე კორუფციას ნიშნავს რატომ სახელმწიფო უნივერსიტეტები მისი კონკურენტი არ არის მე ახლა პერსონალზე არ ვსაუბრობ როგორ შეიძლება ეს შეუსამობა ეს ხარისხის სამსახური საერთოდ დაალაგეთ გაუშვით ყველაფერი ლიკვიდაციაში და ხელახალი სისტემა გააკეთეთ არ გინდათ ამ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ეს ხარისხის მართვის სამსახური რაც იყო გაკეთებული და მშვენივრად იყო ყველაფერი გაკეთებული ეს ხო ყველაფერი მოსპეთ ხო მოსპეთ რატო გაუშვით იქედან ეს ყველაფერი გაკეთდა თითქმის თამარ სანიკიძე იყო ცენტრის დირექტორი როცა ენქას წევრი გახდა ჩვენი საქართველოს საუნივერსიტეტო სისტემა ასევე მსოფლიო სამედიცინო უნივერსიტეტების გაერთიანებაზე ესეც ქალბატონმა თამარმა გააკეთა რატო გაუშვით ეს სანიკიძე და რა გააკეთეთ იმის შემდეგ ვინ მოიყვანეთ ან მაგ ცენტრში მუშაობდა ძალიან კომპეტენტური განათლების ექსპერტი თამარ ზაალიშვილი ეს არის ჩვენი დღევანდელი პრემიერის დედა მაშინ არც პრემიერი იყო და არც პარლამენტის თავმჯდომარე არ იყო როდესაც ქალბატონმა თამარმა მაგ დაიწყო მუშაობა და როდესაც განათლების სისტემისთვის იბრძოდა და რა ვიცი მე არაერთი კრიტიკული პუბლიცისტური წერილის თუ ინტერვიუს თუ ანალიტიკური მასალის ავტორია მე კარგად იცით რომ ესე არ ვაქებ რაღაც და აქ არაფერ შუაში არ არის შვილის პრემიერ-მინისტრობა და რაღაცა თამარ ზაალიშვილი აი ეს კარგი პროგრამით მოვიდა ქართული ეცნობა რომ ვამბობ სულ აი თამარ ზაალიშვილი იყო განათლების კომისიის თავმჯდომარე როდესაც ქართული ოცნების მოძრაობა იქმნებოდა ერთად ვიყავით მაშინ კომისიაში იქ და ვცდილობდით ყველანი რომ რაღაც კარგი ეს დებულებები და ისინი ჩაგვეწერა იქ იდეები ყველაფერი მაგრამ ის უმეტესობა არ განხორციელებულა დღესაც არ განხორციელებულა ნუ ეგ სხვა სალაპარაკო თემაა და ეგ სხვა გადაცემის თემაა თუმცა ბევრჯერ გამიკეთებია მაგის ანალიზი დაუბრუნდეთ იმას ხარისხის მართვის ცენტრში მუშაობდა ქალბატონი თამარი წამოვიდა მე დღესაც არ ვიცი რატო წამოვიდა რაღაცა აი ასეთი მე იმის თქვა მინდა რომ ძალიან ძლიერი ხელმძღვანელობა ყავდა მაგ ცენტრს რატო დაასუსტეთ ეგ ცენტრი ქართული ოცნების ხელისუფლებას ვეკითხები შედეგია საშინელი და პასუხს ვინ აგებს ახლა? არავინ, ხო? პასუხისმგებლობა არავის არ უნდა. პასუხისმგებლობა არავის არ უნდა. და კახა შენგელია ყავთ ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარე და ილიაუნმა აი ამ პროცესებში რომ ლანძღავენ და დედას რო აგინებენ და არიან ერთ ამბავში და სახელმწიფო წყობის კონსტიტუციური წყობის დამხობას რო ლამობენ მათი აქტივისტები აი ამ ფონზე ხდება პირველადი გამარჯვება და რამდენიმე დღეში ან ერთ-ორ თვეში სრულ გამარჯვებას დავინახავთ.
ყოჩახ თქვენ სტუდიაში რომ არ ვიჯდეთ ტაშს დაგიკრავდით მხურვალე ტაშს ხელისუფლებას მიმართავ სხვადასხვა უწყებიდან დაიწყეს საჯარო მოხელეების ყოველ შემთხვევაში ამბობენ რომ გაგვათავისუფლეს როდის იწყებთ განათლების სამინისტროში ასეულობით მუშაკმა რო დაწერა ვემიჯნებით პრემიერ-მინისტრო როდის იწყებთ ამ ხალხის გათავისუფლებას როდის ახლა მე ბენდუქიძე ვახსენე და ბენდუქიძის უნივერსიტეტთან დაკავშირებით უნდა ვისაუბრო დავიკავებ თქვენს ყურადღებას აი ახლა რა მაინტერესებს იცით ამ სცენებზე ტელევიზიით აჩვენეს რა თქმა უნდა საკმაოდ მასშტაბური აქცია იყო და მთლიანად ბენდუქიძის აგრარული უნივერსიტეტი და ბენდუქიძის თავისუფალი უნივერსიტეტი ერთად გაერთიანებული აქციას აკეთებდნენ და მოდიოდნენ საკმაოდ მოზრდილი ასე ვთქვათ აქცია იყო სტუდენტთა აქცია ვეკითხები ხელისუფლებას ყველანაირი რეიტინგები რაც კეთდება და ისედაც რომ არ გაკეთდეს რეიტინგებიც ბენდუქიძის უნივერსიტეტი იღებს პირველ ადგილებს რით არის ეს გამოწვეული ჩვენ ყველამ კარგად ვიცით ყველაზე წარმატებული ყველაზე ჭკვიანი ყველაზე ნიჭიერი ყველაზე გონიერი მე ვიტყოდი უნიჭიერესი ახალგაზრდობა მოსწავლეები აბიტურიენტების სახით მიდიან და აბარებენ თავისუფალ უნივერსიტეტში ისეთი ახალგაზრდები აბარებენ ასევე თითქმის სრული შემადგენლობა რომლებიც საერთაშორისო სარბიელზე აღწევენ წარმატებებს რით ვერ გაასწორეთ ეს ამბავი უпроსტად რით ვერ გამოასწორეთ ხალხო ხომ შეიძლება რომ კანონში შეგეტანათ ცვლილება და საბაზისო დაფინანსება გამოგეყოთ ასეთი სტუდენტებისთვის უნივერსიტეტებისთვის მიეცით საბაზისო დაფინანსება უნივერსიტეტებს მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებზია აქ საუბარი რატო დაფინანსება ახლა თქვენ მეტყვით რა შუაშია დაფინანსება ის ახალგაზრდები მიდიან იქ რა გააკეთა ბენდუქიძემ რა გააკეთა როცა ხსნიდა მე ძალიან როგორც ექსპერტი ყურადღებით ვაკვირდებოდი რა გააკეთა ბენდუქიძემ და ერთ წელიწადში შექმნა კონკურენტუნარიანი უნივერსიტეტი როგორ ყველაზე კვალიფიციური ხალხი ვინც გამოყარეს მაშინ სააკაშვილის ხელისუფლებამ ბენდუქიძე მივიდა მათთან პერსონალურად ყველასთან მიდიოდა ხვდებოდა და ამ მაღალი კვალიფიკაციის პროფესორ მასწავლებლებს ეუბნებოდა წამობრძანდით ჩემს უნივერსიტეტში მე თქვენ მოგცემთ აი ასეთ და ასეთ ხელფას მაშინ იმხანად მისცა ყველაზე მაღალი ხელფასი მომხიბლავი და ის კი არა ეხლაც ყველაზე მაღალი ხელფასი აქვს მაგრამ გონი ბენდუქიძე რამდენი წელია გარდაიცვალა და იმის დანატოვარი ხელფასი ეხლაც ყველაზე მაღალია თელ საუნივერსიტეტო სივრცეში სახელმწიფომ ამდენი ვერ უნდა მოიფიქროს სამინისტრომ და მთავრობამ ვისაც ეხება ეს და პარლამენტ შესაბამისმა კომისიამ რომ მიგეცათ 1-2 უნივერსიტეტისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ტექნიკური უნივერსიტეტისათვის საბაზისო დაფინანსება დიდი სახელმწიფო უნდა ასევე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მაგრამ აი იქ და ყველაზე მაღალ რეიტინგული მეცნიერები ვინც აქ არიან საქართველოში და ვინც არ არიან მოგეწვიათ გადაგეხადათ რა ხელფასზეც ისინი იმუშავებდნენ
დალაპარაკებოდით ამ წარმატებულ ბავშვებს, იქ გაგეხსნათ სუპერთანამედროვე ლაბორატორიები და პირდაპირ კონკურენციაში შესულიყავით ამ ბენდუქიძის უნივერსიტეტთან. რატომ უნდა იყოს გუშინდელი გახსნილი უნივერსიტეტი პირველ ადგილზე რეიტინგებში და რატომ არ უნდა იყოს 100-წლოვანი უნივერსიტეტები? თანაც ჩვენი დედა უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. რატომ? გეკითხებით. და როდემდე ვუყუროთ ამას? შეიძლება ჩვენი ერის სიმდიდრე, გონი, ტვინი, თელი ნაღები, სოფლიო ნაკრები, რომ დგება ამ ბავშვების არაერთხელ მომიწვევია მე ისინი, ეს სოფლიო ნაკრები, ან ევროპაში სტარდება ისა, ევროპის ნაკრები, ყველა და სოფლიო ნაკრები, ეს ტვინები მიდიან იქ. ამერიკის შეერთებული შტატები თუ აფინანსებს ამ ბავშვებს, განსაკუთრებულად და ყიდულობს ამ ტვინებს, ჩვენი სახელმწიფო რატო ვერ იმეტებს ამ ბავშვებისთვის ფულს? აი ამ ბავშვების გამო კიდე დანამატი გაუკეთონ იმ პროფესორებს. აი აქ გადაგიხდით ამდეს, ოღონდ თქვენ იმუშავებთ აქ და ის ბავშვები მოვლენ აქ. როცა შეხედავენ, რომ პირობები და ყველაზე და თანაც იმ პროფესურას ესი არა შეთავსებით. აი აქ და მხოლოდ აქ. წაიკითხავ ლექციას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ან ტექნიკურ უნივერსიტეტში. ორივეგან უნდა გაკეთებულიყო ეს. იმიტომ რომ ძირითადად კომპიუტერულ მეცნიერებზე და მათემატიკაზე და იმაზე იმ ფაკულტეტზე მიდიან. და თქვენ რა გააკეთეთ? ნაციონალებმა დაანგრიეს ფიზიკის ფაკულტეტი, დაანგრიეს ქიმიის ფაკულტეტი, დაანგრიეს ყველაფერი და თქვენ შეინარჩუნეთ. ეს დაანგრეული. და ყავთ სამომჯდარი ეს ნაცები. ის გააჩერეთ ის თემურ პაპასკირი, მიმართავ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმას, რა ქვია, რექტორს. დაიბარეთ და კითხეთ ერთი რა უნდა ამ კაცს. როდის ასრულებს თავის იმას, რა ქვია, პროფესიულ მოვალეობას. არ ვიცი, სულ სხვაგვარად მქონდა აწყობილი და დაწყობილი უნდა გვესაუბრა სხვადასხვა საკითხებზე, მაგრამ ეს ალბათ გადაიწევს შემდეგი და შემდეგი გადაცემებისთვის. მე არ დამვიწყებია დღესასწაულობამდე მე თქვენ შეგპირდით კიდე არ დამთავრებულა ეს არდადეგები და როცა დასრულდება და რაღაც სტაბილურ სიტუაციაში გადავალთ, მერე დავიწყებ გადაცემათა ციკლს, რა მოგვიტანა ჩვენ ევრო კავშირის გზაზე დადგომამ, განათლებისა და მეცნიერების სისტემაში და ამერიკის შეერთებული შტატების აქ დირექტივები მოდიოდა და ახლაც მაგათ ხელშია ჯერჯერობით განათლების და მეცნიერების სამინისტროც, მთელი სისტემაც შედეგებს აგერ ვხედავთ ქუჩებში ძალიან კარგად და მე მინდა ერთი კიდევ კვლავ კითხვა დავსვა. ხელფასების საკითხი. 1 იანვრიდან პენსია გაიზარდა 35 ლარით, ხოლო პარლამენტართა ხელფასები გაიზარდა 2.5-ჯერ. ესე იგი, არ ვიცი მე, საკმაოდ მაღალი ხელფასი, რაც თქვენ მიგაჩნიათ მაღალ ხელფასად, მე არ ვთვლი ეს რომ მაღალი ხელფასია, მაგალითად, მენტორი მასწავლებელს, რომელსაც აქვს 15 საათი, ხარისხი აქვს სამეცნიერო დოქტორი, 1643 ლარი და 46 თეთრი აქვს ხელფასი და პარლამენტარს აქვს 11680 ლარი. ესე იგი, წელიწადში ის აიღებს 140.160 ლარს. და 6 წელი უნდა იმუშაოს
პარლამენტარ პედაგოგმა რომ პარლამენტარის 1 წლის ხელფასი აიღოს 6 წელი და 1 წლის პენსია ორჯერ ნაკლებია პარლამენტარის 1 თვის ხელფასზე 1 წლის პენსია დაფიქრდით კარგად თავრობა განსჯისთვის დამიტოვებია ეს ციფრები თქვენთვის დღევანდელი ჩვენი დრო ამოიწურა დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა იყო განათლების სისტემა და აქციები და შედეგად მივიღეთ გადახაზული ბიძინა მედია კავშირი ობიექტივის პირდაპირ ღია ეთერში მიდიოდა ჩემი საავტორო გადაცემა განათლების რეფორმის კვალდაკვალ ხოლო მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი მალენა ნიკოლაიშვილი ვიყავი თქვენთან ერთად 50 წუთის მანძილზე ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე